ციხის ვიწრო დერეფანში სამი ტუსაღიზის. ისინი ერთმანეთის მიყოლებით, წკრივში არიან განლაგებულნი. ლევანი მწკრივის ბოლოში ზის. ის ხედავს მის წინ მყოფ ორივე ადამიანს, გიორგის და დათოს. გიორგი შუაში ზის. ის ხედავს მხოლოდ მის წინ მჯდომ დათოს. დათო მწკრივის სათავეშია. ის კედლისკენაა სახით და ვერავის ხედავს. ზედამხედველმა მათ აუხსნა პირობა. მას აქვს 5 ქუდი, 3 წითელი და 2 თეთრი. ტუსაღებს თვალები აუხვიეს, თითოეულს თითო ქუდი დაახურეს, ხოლო დარჩენილი 2 ნივთი გადამალეს. წესი ასეთია: ვინც პირველი დაასახელებს საკუთარი ქუდის ფერს შეცდომის გარეშე, თავისუფლებას მოიპოვებს. შეცდომა კი სასტიკ დასჯას ნიშნავს. მოვლენათა განვითარება. ჯერ ლევანს ბოლოში მყოფს კითხეს პასუხი. მან შეხედა გიორგის და დათოს ქუდებს, დიდხანს იფიქრა და ბოლოს თქვა: ვერ ხვდები რა ფერის ქუდი მახურავს. შემდეგ ჯერი გიორგიზე, შუაში მყოფზე მიდგა. მან იცოდა რა თქვა ლევანმა, შეხედა მის წინ მჯდომ დათოს და მანაც დანებებით წარმოთქვა: ვერც მე ვხვდები პასუხს. ბოლოს, როდესაც ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ დათოს მიმართეს, რომელსაც არც ლევანი დაუნახავს და არც გიორგი, მან დარწმუნებით თქვა: მე ზუსტად ვიცი საკუთარი ქუდის ფერი. კითხვა: რა ფერის ქუდი ახურავს დათოს და როგორ მიხვდა ის ამას?